არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ პირადად მე, როცა სასტუმროს ნომერში შევდივარ, ყოველთვის მიჩნდება გრძნობა, რომ აქ მარტო არ ვარ. თითქოს მისი წინასტუმრების ენერგიის ნარჩენები კოლავაც აქაა. რამდენ განსხვავებულ ადამიანს, რამდენ კეთილს ან ბოროტს, შეყვარებულს თუ დარდიანს, ბრძენს თუ ბრიყვს უცხოვრია ამ ოთახში. იმ ლოგინში წოლილა, სადაც მეც უნდა გავათენო ღამე. რამდენ საიდუმლო შეხვედრა შაულია აქ, რამდენი ტრაგედიის თუ კომედიური სიტუაციის მომსწრეა იგი. თუ ვინმე გაგიმხელ თუ რამდენმა ადამიანმა დაამთავრა აქ თავისი მიწიერი გზა და როგორ, რა ხერხებით. რამდენი გამქრალა მას შემდეგ, რაც სწორედ ამ ოთახის ზურგზე გადაუბიჯებია. ალბათ ამიტომაცაა, რომ სასტუმროს ნომრები ძალიან ხშირად მისტიკური და ზოგჯერ კოშმარული ისტორიების შთაგონების წყაროა. ისეთი მწერლებისთვის, როგორიცაა სტივენ კინგი, რობერტ ბლოხი, 딘 კუნცი, ედგარ ალან პო. აღარაფერს ვამბობ ფილმებზე, ჰიჩკოკის შედევრალური ფსიქო. ნათება. სრულიად გასაოცარი იდენტიფიკაცია. კავალის ღამის პორტიე და უამრავი სხვა. ასეთი დამოკიდებულება სასტუმროებისადმი ჩემის აზრით სწორედ იმ ფაქტმა განაპირობა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. სასტუმრო გაორებას იწვევს, იგი შენიცაა და არცაა შენი. შენს გვერდი თითქოს იმ ადამიანთა სულებიცაა, ვინც ამ ოთახში ოდესღაც ცხოვრობდა. ახლა კი ცოცხალი აღარ არის და ტკბილი მოგონებების გასაცოცხლებლად კვლავ აქ დაბრუნდა. უკან კარი იხურება. ქარმა მიაჯახუნა თუ შენ აღარ გახსოვს. შენ უკვე გადაიხადე ნომრის საფასური. კეთილი იყოს შენი მობრძანება იქ, სადაც უცხო კედლების საიდუმლო ისტორიებს ყვებიან. აქ დრო ხან ჩქარდება, ღამით კი ისე იწელება, რომ გონია აღარასდროს გათენდება. ამ ოთახში რაც არ უნდა დაალაგონ, შენამდე მყოფი ადამიანების კვალი მაინც რჩება ხალიჩაზე თუ ფანჯრის რაფაზე. ხოლო თვით ფანჯრის მინაზე უცხოს თითის ანაბეჭდებსაც შეამჩნევ თუ ძალიან მოინდომე. სასტუმრო ნეიტრალური ტერიტორიაა. მას არ აინტერესებს ვინ ხარ, რატომ მოხვედი მაინც და მაინც აქ, როცა ამავე ქალაქში ასობით უკეთესი სასტუმროა. მაგრამ მან იცის, რომ ის ჭერქვეშ გატარებული დღეები შენი ცხოვრების ნაწილი გახდება. რომ შენი ცხოვრების რაღაც ნაწილს აქ დატოვებ და როცა ყველას დაავიწყდები, ამ ოთახში კვლავ იქნება შენი უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ნამცეცი. მზად ხარ, რომ კულისებს მიღმა შეიხედო. შენ ხომ როცა სასტუმროს რეგისტრაციას გადიხარ, შესაძლებელია ამ სასტუმროს კიდევ ერთ ამოუხსნელ ლეგენდად იქცე. ზუსტად ისეთად, რომლების შესახებაც დღეს მოგიყვები. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ჩავუწევთ შუქს, მივაყურებთ თუ საიდან ისმის იატაკის ჭრიალის ხმა, გავაღებთ კარებს, რომლის გაღებაც ნამდვილად არ ღირდა. უყურე ვიდეოს ბოლომდე და მერე დამიწერე კომენტარებში. ახლა სასტუმროში ხარ თუ უსაფრთხოდ სახლში. ჩემი რჩევა იქნება, სანამ დღევანდელი ვიდეოს ბნელ ისტორიებში შეაბიჯებ, ამ ბმულით გადახვიდე და ნახო ჩემი ვიდეო ავზნიანი სესილ ჰოტელისა და ელისა ლემის შიშის ზარის დამცემი ისტორიის შესახებ, სადაც აჭრდილები ლიფტის კარს მიღმა იმალებიან. გამარჯობა. დღეს ძალიან გრძელი ვიდეო გელოდებათ და ძალიან საინტერესო. გრძელი იმიტომ, რომ მასში ორი ძალიან უცნაური ისტორიაა მოთხრობილი. ისტორია ორი სხვადასხვა ადამიანისა, მაგრამ მსგავსი. მსგავსი იმით, როგორიც იყო ჩემი ერთ-ერთი ვიდეო, ვისაც ნანახი არ გაქვთ აუცილებლად ნახეთ, რომელიც ეხებოდა ადელაიდის, ავსტრალიის ერთ-ერთ პლაჟზე აღმოჩენილ უცნობი მამაკაცის გვამს, რომელიც დღემდე არ არის ბოლომდე დადგენილი თუ ვინ არის სომერტონელი, ეგრეთ წოდებული სომერტონელი მამაკაცის кейსი, ანუ ისტორია. რა თქმა უნდა, მე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ყველა იმ ადამიანს, ვინც უყურებს ჩემს ვიდეოებს, წერს კომენტარებს, მოწონების ნიშანს უსვამს ვიდეოებს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ფინანსურად ეხმარება არხს
კვლავ არ ყავს სპონსორი და არც არანაირი იმედი ჩანს, რომ ოდესმე იქნება. ამიტომ ბოლომდე ენთუზიაზმზე რომ არ დარჩეს არხი, თუ მცირეოდენი თანხით მაინც დაეხმარებით აი იმ ანგარიშზე მაინც, რომელიც მითითებული არის აი აქ ქვემოთ და ვიდეოს აღწერაში, უაღრესად მადლობელი დაგრჩებით და მე ამით კვლავ მომეცემა სტიმული, რომ ახალი საინტერესო თემები მოვამზადო, ვიდეო გავაკეთო და თქვენ შემოგთავაზოთ. დიდი მადლობა. წინასწარ. ახლა კი გამომყევით ნორვეგიის დედაქალაქში, ოსლოში, მის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში და მე მოგიყვებით იდუმალებით მოცული მკვლელობის ამბავს. 1995 წლის 3 ივნისს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს Redison Blue პლაზაში მის ძვირიან 2805 ასეთი ნომერი ჰქონდა ამ ოთახს. ახალგაზრდა ქალის გვამს პოულობენ. ქალს ხელში 9 მმ-იანი ბრაუნინგი უჭირავს, ხოლო შუბლის ცენტრში ნატყვიარი ეტყობა. იგი სასტუმროს რეგისტრაციის წიგნში გატარებული არის როგორც ჯენიფერ ფაირგეიტი, აქვეა მითითებული მისი საცხოვრებელი სახლის მისამართიც და მისი სოფელი საიდანაც ის არის, ეს არის ბელგია, სოფელი სახელად ფერლაინი. ტელეფონის ნომერიც არის მითითებული, რომელიც ბელგიის კოდით არის, მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვევა, ეს ყალბი ნომერია. ისევე როგორც სახელი, ისევე როგორც სოფელი. ჯენიფერმა რეგისტრაციაში ასევე გაატარა მამაკაცი, სახელად ლუის ფაირგეიტი, რომელმაც სასტუმროს პერსონალზე ესეთი ორმაგი შთაბეჭდილება დატოვა. ნაწილი ამბობდა, რომ ის ნახეს, მეორე ნაწილი კი ამბობდა, რომ ის არავის უნახავს. ცხედრის დათვალიერების შედეგები ასეთია. ეს არის კავკასიური, ანუ თეთრი რასის წარმომადგენელი ქალი, მისი სიმაღლე არის 159 სანტიმეტრი, წონა არის 65 კილოგრამი, აქვს ცისფერი თვალები, ძალიან მოკლედ შეჭრილი შავი თმა, როგორც ჩანს შეღებილი და იმ დროის არსებობდა ასეთი რადიოაქტიურ იზოტოპური მეთოდი, რომელიც კბილების საშუალებით ადგენდა ადამიანის წარმოშობას, ჯერ კიდევ არ არის კარგად განვითარებული დნმ-ის სეკვენირება და ამ ანალიზის მიხედვით ქალი არის როგორც ჩანს აღმოსავლეთ გერმანიიდან, ან ყოველ შემთხვევაში იქ არის გაზრდილი და მისი ასაკი არის 24 წელი, მიუხედავად იმისა, რომ იგი რეგისტრაციაში გატარდა როგორც 21 წლის. კარგად საუბრობდა გერმანულად და ინგლისურად, კბილებს ეტყობოდა, რომ ძვირფასი მასალებით იყო დამუშავებული და ასეთი მასალები იმ დროისთვის გამოიყენებოდა მხოლოდ ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და გერმანიაში. ტანსაცმელი და ნივთები. აშკარად ყველა ტანსაცმელი ძვირფასია, მაგრამ არის ერთი უცნაურობა. ყველას აჭრილი აქვს ეტიკეტი. გარდა ერთი შავი ფერის ბლეიზერისა, რომელიც ძალიან ცნობილი გერმანული ფირმის რელე ლეზარდის არის, საკმაოდ ძვირფას ტანსაცმელს უშვებს ეს ფირმა. კარადაში და ღამის მაგიდაში აღმოჩნდა შავი ფერის აბრეშუმის გამჭვირვალე შორტები და შავი ფერის კოლგოტები, ასევე შავი ფერის ფეხსაცმელი, თითზე უკეთია შუათითზე ოქროს ბეჭედი, მარცხენა ხელზე უკეთია საათი Citizen Aqualung, რომელიც სხვა შორის 200 მეტრის სიღრმემდე შეგიძლიათ ამ საათით ჩახვიდეთ და იმ პერიოდში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს მოდელი და ბატარეაზე წარწერაა, რომ იგი გამოცვლილი არის 3 თვით ადრე, აი ამ ამბებამდე. არსად ჩანს ქვედა საცვლები, არსად ჩანს ქვედა ბოლოები ან შარვალი, ანუ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ახალგაზრდა გოგონა ჰოტელში მივიდა უბრალოდ ნახევრაჯიშვილ ტანზე შემოცმული პლაშით. არადა ეს ის პერიოდი, ანუ ივნისია, მაგრამ ოსლოში ამ დროს საკმაოდ გრილა. ჩრდილოეთის ქვეყანაა მოგეხსენებათ. ნომერში ასევე დევს მწვანე ფერის გერმანული ფირმის და წარმოების Travel Light-ის ჩანთა, საკმაოდ ძვირფასი, ასევე შავი ფერის ატაშე კეისი,
Brown Buffalo-ის ფირმის, ესეც საკმაოდ ძვირიანია და ასევე 1990-იან წლებში გამოშვებული და იმ დროისთვის საკმაოდ პოპულარული მამაკაცის ოდეკოლონი უნგარო. Browning-ის 34 ტყვია არის ნაპოვნი, აქ არის გაზიანი სასმელის 3 ბოთლი, არის დალეული, აქედან 2 Coca-Cola, 1 პორტოხლისწვენი, გაზიანი პორტოხლისწვენი და ჩიპსების გახსნილი პაკეტია. სამაგიეროდ არც ჩანს, არც აფულე, არც ID ბარათი, არც პასპორტი, არც კოსმეტიკა და თავის მოვლის სხვა საშუალებები. ქალი საწოლზე წევს განივად, ფეხები იატაკზე აქვს დაშვებული, ფეხზე აცვია შავი ფეხსაცმელები და შავი კოლოტები, ხელები უკან აქვს გადაწეული, მარჯვენა ერთი ხელი, მეორე უდევს გულმკერდზე და უჭირავს Browning High Power 9 მმ-იანი და ცერა თითი აქვს მიბჯენილი სასხლეთზე. ეს ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ ის ქმედება, რომელიც არ ითქმის YouTube-ში და მოდით ამ ამბავს დავარქვათ ის ამბავი, ამ ამბავს ის ამბავი, იმიტომ რომ ის სიტყვა, რომელიც აი ამ სიტუაციას გამოხატავს, ტაბუადებს YouTube-ზე და შეიძლება უბრალოდ დაბლოკონ ვიდეო და ამიტომ არ გავრისკოთ. გრძელი ვიდეო უნდა ჩავწერო და მხოლოდ ერთი სიტყვის გამო თუ დამიბლოკეს, საწყენი იქნება. ანუ იმ ამბავს, როგორც წესი ჩადიან, თუ იარაღი უჭირავთ ხელში, საჩვენებელი თითით და ამ იარაღს იბჯენენ შუბლზე, კი არა, საფეთქილზე. თვითონ Browning-ზე სერიული ნომერი წაშლილია. წაშლილი არის პროფესიონალურად, მჟავის საშუალებით, ან გადაფხეკილი კი არ არის, მჟავის საშუალებით არის მოშლილი. თითზე, რაც საინტერესოა, დენთის კვალი არ აღმოჩნდა, რომელიც ამ დროს აუცილებლად უნდა იყოს მასზე. და კიდევ ერთი უცნაურობა, ერთი ნასროლი არის ბალიშში და მხოლოდ ამის შემდეგ არის ნასროლი შუბლში. სისხლი ძალიან არის გაფანტული თელს ოთახში, იგი არის ლოგინზე, ბალიშზე, კედლებზე, ღამის მაგიდაზე და ჭერზეც კი. ესე ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ ასეთ გაფრქვევას სისხლი ასეთ დროს, ასეთი ჭრილობისას როგორც წესი არ ახდენს. ახლა მოდით ცოტა ხნით დავტოვოთ გამონძიებლები ამ საშინელებათა ოთახში და გავყვეთ მოვლენების ქრონოლოგიას, რათა გავიგოთ თუ რასთან გვაქვს საქმე. 1995 წლის 22 მაისს ოსლოს Redison Blue Plaza-ს ადმინისტრატორთან გაისმის სატელეფონო ზარი. იქეთა ბოლოდან ახალგაზრდა ქალი ადმინისტრატორს გამართული ინგლისურით უკვეთავს რატომღაც 2805 ნომერს 21-ვე სართულზე და უკვეთავს ისე რომ ფასსაც არ ეკითხება. ამ დროს ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ნომერია და იმ პერიოდისთვის ღირს სადღაც $400-მდე. 31 მაისამდე, ანუ თითქმის 9 დღე ამ ქალისგან არაფერი ისმის და 31 მაისს კვლავ გაისმის ადმინისტრატორთან ზარი და ამჯერად უკვე გამართული გერმანულით საუბრობს ახალგაზრდა ქალი და ადმინისტრატორს ეუბნება, რომ მას სურს ნომრის ჯავშანი გადაიტანოს დილიდან საღამოზე. ეს რა თქმა უნდა არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს, მით უმეტეს ქალი საკმაოდ ძვირიან ნომერს ქირაობს და 22 საათსა და 20 წუთზე ფიქსირდება აი ამ ახალგაზრდა ქალბატონის შესვლა რეცეპშენზე. ადმინისტრატორი აფორმებს მას როგორც Jennifer Firegates, ანუ ასე უწერია ადმინისტრატორს, ხოლო ქალი ხელს აწერს როგორც Jennifer Fairgate. ID ბარათს არ სთხოვს ადმინისტრატორი, ძალიან საინტერესო მომენტია და როცა შემდეგ კითხეს მას, რომ პასპორტი ან ID ბარათი რატომ არ გამოართვითო, უთხრა, რომ ძალიან გადატვირთული ვიყავიო და უკვე დღის ბოლო იყო, დაღლილი ვიყავი და ამიტომ ეს მომენტი გამომრჩაო. კიდევ ერთი უცნაურობა ის, რომ ოსლოში ძალიან კარგად არის განვითარებული, სხვა შორის თანამედროვე გერმანიისგან განსხვავებითაც კი ელექტრონული
მომსახურება და ამ დროს უკვე საკრედიტო ბარათები ფაქტიურად ყველგან არის და მოთხოვნაც არის რომ საკრედიტოთი გადაიხადონ ადამიანებმა, რათა ეს ყველაფერი აღირიცხოს შემდეგ საგადასახადოში, მაგრამ ქალი ამბობს რომ აი მას არ აქვს პლასტიკური ბარათები და იხდის თანხას ნაღდი ფულით, საფასურს ანუ ოთახის. იგი იხდის თავისთვისაც და ლუის ფერგეიტისთვისაც გახსოვთ ეს ლეგენდარული მამაკაცი, იმიტომ რომ იგი მხოლოდ ერთ ადამიანს ახსოვს პერსონალიდან. მიუხედავად ამისა, ქალი იღებს ორ მაგნიტურ ბარათს, ბარათ გასაღებს და ადის თავის ნომერში. ახლა ერთ პატარა გადახვევა უნდა გავაკეთო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა დავიმახსოვროთ კარგად, თუ გვინდა გავერკვეთ ზოგადად რა ხდებოდა სასტუმროში. ამ გასაღების, ამ მაგნიტური გასაღების და მაგნიტური საკეტის თავისებურება ოსლოს ამ სასტუმროში იყო ასეთი. იგი ცენტრალურ სისტემას, სასტუმროს ცენტრალურ კომპიუტერულ სისტემას გადასცემდა ნომერში შესვლის ზუსტ დროს, მაგრამ არ გადასცემდა გამოსვლას. ანუ გამოსვლა ხდებოდა უბრალოდ ჩამოწევდა ადამიანი სახელურს, გამოდიოდა, მიიკეტავდა კარს და როცა შესვლა უნდოდა, იგი შედებდა ბარათს აი კარის საკეტში, ბარათი ჩაირთვებოდა, გადაეცემოდა სისტემას და კარი იღებოდა. ანუ გამომძიებლებს აქვთ ხელთ მხოლოდ და მხოლოდ ნომერში შესვლის დაფიქსირებული დრო. როდის გამოდის იქედან ადამიანი, ეს არ აქვს. სისტემა აღრიცხავს, რომ ჯენიფერი ნომერში 22 საათსა და 44 წუთზე შედის. შემდეგ მეორედ იგი შედის 00 საათსა და 21 წუთზე. ესე იგი, იგი გამოვიდა ნომრიდან, როდის გამოვიდა, კაცმა არ იცის, მაგრამ უკვე ნაშვაღამევს შევდის უკან. პირველი ივნისია. დილის 8 საათსა და 40 წუთზე ჯენიფერის ნომერში კვლავ შესვლა ფიქსირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯენიფერი ჩავიდა პირველ სართულზე, ისაუზმა და ამობრუნდა ნომერში. 12 საათზე ნომერის დალაგება იწყება, ეს ესეთი მიღებული წესი არის ამ სასტუმროში. მას ორი ქალი ალაგებს, ნომერში არავინ არის, ესე გასული არის ჯენიფერი და ნომერში ისეთი მდგომარეობა იყო, ეს ქალები მყვებიან შემდგომში, რომ თითქოს იქ არავინ არ ცხოვრობდა. ესე იგი იდეალური სისუფთავე იყო, ლოგინები აშლილი არ იყო და შემდეგ დალაგებულიო. ზოგადად ამ დროს რადგან ცივაო, ჩვენ მძიმე საბნებს ვიყენებთო და მძიმე გადასაფარებლებს და ამის დაგებაო როგორც წესიო, ჩვენს კლიენტებს ეზარებათ ან უჭირთო და 100-დან 99 არ ალაგებს ხოლმეო. მაგრამ ზუსტად ისე დაგვხვდა ალაგებული ლოგინი, თითქოს მასში არავინ ჩაწოლილა მთელი ღამის განმავლობაშია. 14 საათი და 30 წუთია, ჯენიფერი უნდა გავიდეს ნომრიდან და ქვემოდან მას შეტყობინებას უგზავნიან, რომელიც ტელევიზორის ეკრანზე ისახება და პულტის საშუალებით შენ შეგიძლია თქვა, ოკეი, ან მისე, ანუ აკრიფო ტექსტი, რატომაც ტელეფონით არ ხდება ეს ამბავი, ტექსტს კრიფავ ტელეფონის პულტით, ტელევიზორის პულტით უკაცრავად და უგზავნი ადმინისტრატორს. ადმინისტრატორი უკუ პასუხს არ იღებს. არადა, ერთი დღის აქვს მხოლოდ ჯენიფერს გადახდილი, საკმაოდ ძვირი თანხა, როგორც გითხარით და დაიწყო მეორე დღის თანხის ათვლა. სისტემა ჯენიფერის ოთახის გაღებას მთელი დღის განმავლობაში არ აფიქსირებს. როგორც გითხარით, ქალებმა დატოვეს ტერიტორია სადღაც ნახევარ საათში, ალბათ პირველის ნახევარზე, ამის შემდეგ სუსტი არ ისმის. და მხოლოდ მეორე დღის, ანუ 2 ივნისის დილის 8 საათსა და 50 წუთზე ფიქსირდება ნომერში შესვლა. სად იყო ჯენიფერი ბოლო 20-24 საათის განმავლობაში, არავინ იცის. მაშასე 2 ივნისია. ჯენიფერი რეკავს ადმინისტრატორთან და ეუბნება, რომ 2 დღით გაუგრძელონ მას ნომერში ყოფნა. იღებს ახალ ბარათ გასაღებს და ფულს არ იხდის. და ამბობს, რომ გადაიხდის, ოღონდ ახლა არ აქვს ხელზე და აუცილებლად გადაიხდის, რა თქმა უნდა, და უგრძელებენ მას
ყოფნას. ძალიან საინტერესო მომენტი არის ერთი, რომ 9 საათსა და 12 წუთზე ფიქსირდება მისი ნომერში შესვლა და ამავე დროს ამბობს მომლელი ქალი, რომ იგი შეხვდა ჯენიფერს დერეფანში. დერეფანი საკმაოდ გრძელია, მაგრამ ჯენიფერი ლიფტიდან ნამდვილად არ გამოსულა სადღაცთან თითქოს მიწიდან გაჩნდა. რაღაც უცნაურად ამოვიდაო თითქოს ისო შემეშინდა კიდევაცო. ისო მომესალმო, გამიღიმო და შევიდა ნომერში და ეგრევე გააღო ნომერი და დაკიდა პლასტიკური ბარათი გარედან, რომელზეც ეწერა რომ არ შემაწუხოთ. 11 საათსა და 3 წუთზე ნომერს კვლავ აღებენ. ან ჯენიფერი გამოვიდა და შებრუნდა ნომერში, ან ის მეორე პლასტიკური ბარათი ვიღაცამ გამოიყენა და შევიდა მასთან. ეს არავინ იცის და შეიძლება ეს მართლაც ის იდუმალი ლუისია, რომლისთვისაც ის მეორე გასაღები იყო განკუთვნილი და ეს იყო ბოლო, აი დავიმახსოვროთ, ესე იგი 11 საათსა და 3 წუთზე 2 ივნისის ბოლოჯერ გაიღო გარედან ჯენიფერის კარი. სისტემამ დააფიქსირა, რომ ძალიან ცოტა ხნით ფასიანი სატელევიზიო არხი ჩაირთო, თუმცა რომელ არხს უყურებდნენ ეს არ არის ცნობილი და მალევე გამურთეს. ამავე საღამოს 20 საათსა და 6 წუთზე ჯენიფერი უკვეთავს შემწვარ სოსის და კარტოფილის პიურეს და კრისტენ ანდერსენი, რომელმაც მიუტანა ვახშამი ჯენიფერს, ამბობს, რომ ჯენიფერის გარდა ოთახში არავინ იყო, ოთახში ისევ ეს ქალის აღნიშნავს, რომ იყო იდეალური წესრიგი, ჯენიფერი იჯდა სკამზე, ესე თითქოს დაჟილი ბავშვივით და გამოყებული ქონდა მინიბარიდან 2 კოკა-კოლა და ჩიფსების გახსნილი პარკი იდო იქვეო. მან დატოვა საკვები და ტიპის ამბავში ჯენიფერმა მას 50 კრონა მისცა. ეს ძალიან დიდი თანხა იყო, იმიტომ რომ მაქსიმუმ აი ესეთ მიმტანებს 7-8 კრონას, 10 კრონა უკვე საკმაოდ ბევრი იყო, ამდენ ფულს აძლევდნენ, ამდენ ტიპს აძლევდნენ ხოლმე, მეც არა. ჯენიფერმა კი 50 კრონა მისცა, მაგრამ ამავე დროს მას გადახდილი არ აქვს არათუ ნომრის საფასური, არამედ ეს ვახშამიც ნომრის საფასურს მიაწერა, ანუ ერთბაშად გადავიხდი ყველაფერსო. ანდერსენი აღნიშნავს იმასაც, რაც ადრე სხვებმაც აღნიშნეს, რომ დალაგებული არის ლოგინი ისე, რომ თითქოს მასზე არავინ წოლილა. ანუ რა გამოდის, რომ მესამე ღამეა ჯენიფერი ლოგინში არ დაწოლილა? მაგრამ მანამდე კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ხდება. კრისტენი კარგა ხანს აკაკუნებს ჯენიფერის გვერდით ნომერზე. ეს არის 2804, დავიმახსოვროთ ეს ნომერი და როგორც თვითონ ამბობს, მეო ეს ნომერი მომცესო. რომ იქ მიმეტანაო საკვებიო, იქო ვაკაკუნევ და ჯენიფერმა აქედან გააღო კარი და მითხრაო, რომ ესო ჩემი შეკვეთა არისო. ანუ აშკარათო 04 შეკვეთა იყო. ნუ გაუკვირდა კრისტენს, მაგრამ რადგან იქ არ აღებდნენ, იფიქრა რომ შეეშალოთო ალბათ ქვემოთო და ეს სოსისები და კარტოფილი ადასა ჯენიფერს. რა ხდებოდა და ვინ იყო ნომერ 2804-ის მკვიდრი, ამის შესახებ ცოტა ხანში გაიგებთ. ვახშმის მიტანიდან 15 წუთში, დაახლოებით 20 საათსა და 57 წუთზე, ეს დაახლოებით კი არა ზუსტად ამ დროს, აღნიშნული აღრიცხულია ეს სისტემაში, ნომერში მიდის კვლავ შეტყობინება, რომ გადასახდელია 2 ღამის თანხა. ჯენიფერი პასუხობს, რომ ხვალ ყველაფერს გადაიხდის და ამაზე ყველაფერი მთავრდება. 3 ივნისი, შაბათი. ჯენიფერი ტელევიზორში კვლავ რთავს ფასიან არხს და რაღაც 15-20 წუთის განმავლობაში უყურებს. ვიღაც შხაპსაც იღებს, იმიტომ რომ როდესაც ნომერში შედიან, გარდა თქვა ჯენიფერის ტანსაცმელისა, იქ არის თითქმის ასეთ ნამიანი სააბაზანო ხალათი და ასევე სააბაზანაში ქვემოთ არის დაგებული სპეციალური პისახოცი, რომელზეც გადმოდიან ხოლმე შხაპის მიღების შემდეგ. ეს წინსრებით თქვი ახლა მე ეს ყველაფერი. 19 საათსა და 36 წუთზე ადმინისტრატორი კვლავ აგზავნის ჯენიფერთან შეტყობინებას, რომ მან აუცილებლად უნდა გადაიხადოს ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გამოასახლებენ. ჯენიფერი ერთ სიტყვას აგზავნის, ოკეი.
დამლაგებელი ადმინისტრატორს ატყობინებს ამავე დროს, რომ ჯენიფერს ოთახი არ დაულაგებია მას მეორე დღეა, იმიტომ რომ მასზე პლასტიკის, ეს წითელი პლასტიკი კიდეა, რომელზეც წერია, რომ არ შემაწუხოთ. ანუ 2 დღეა ხუთშაბათიდან მოყოლებული კარებზე მუდმივად კიდეა ეს ბარათი. როგორც იქნა ადმინისტრატორი შეწუხდა და დაცვას აგზავნის ესპინ ნესი არის ასეთი, რომ მიდიო შეამოწმერთი რა ხდება შიგნითო და თუ მის ქალი იქ არის, უთხარი რომ გადასახდელია წინააღმდეგ შემთხვევაში ძალით გამოვასახლებთ იმ ნომრიდან. ნესი ადის ნომერ 28-25-ში 28-ვე სართულზე, აკაკუნებს კარებზე და კარს უკნიდან ისმის გასროლის ხმა. ნესი როგორც ჭეშმარიტი ვიკინგი რას იზამდა. ისე გავარდა იქედან, რომ წიხლებს სკეფაში ირტყამდა და ლიფტი არ გამოუყენებია, 3 წამში ადმინისტრატორთან იყო ქვემოთ. უთხრა ასეთი ამბავიაო, იქ დაუძახეს დაცვის უფროსმა, თუ კი ვინმე დაცვის თანამშრომელი იყო, ყველა შეკრიბა და კარგად შეიარაღებული რაზმი ადის 22-ვე სართულზე, რომ თავიდან მოიგერიოს რაღაცა, რა ვიცი, აშიშროება, იმიტომ რომ აშკარად იქ გასროლა მოხდა და ვინ იცის რა ხდება ზოგადად, ხო? ამ ყველაფერმა, ესე იგი, ნესის იქედან გაქცევამ და რაზმის უკან აბრუნებამ დაიკავა დაახლოებით 20 წუთი. ძალიან დიდი დროა 20 წუთი. 20 საათსა და 4 წუთზე შეიარაღებული ბრიგადა ნომერს უახლოვდება, დაცვის უფროსი კარზე აკაკუნებს, პასუხი არ არის, ამიტომ იგი კვლავ აკაკუნებს და როდესაც არავინ ცემს მას პასუხს, იგი უნივერსალური გასაღებ ბარათით აღებს კარს, ოდნავ შეაღებს და იქედან გამოდის დენთის სუნი. იგი ხედავს ქალის ფეხებს, რომელიც საწოლიდან არის გადმოკიდებული, იგი დაუძახებს მას სახელით, ქალი პასუხს არსემს და დაცვის უფროსი მიხვდება, ძალიან გამჭრიახი ადამიანია, რომ იქ რაღაცა უბედურება დატრიალდა, ამიტომ კარს გამოიხურავს და პოლიციაში რეკავს, რა თქმა უნდა, ეს სწორი ქმედება, იმიტომ რომ ხლა იქ რო ეს რაზმი შესულიყო, ყველა ნაკვალევი, რა თქმა უნდა, წაიშლებოდა. მე უკვე მოგიყევით თუ რა იპოვის პოლიციელებმა ჯენიფერის ნომერში, მაგრამ ერთს დავამატებ, რომ გვამის შესავლამ დაადგინა, რომ ჯენიფერს ბრძოლის კვალი აქ არ შეიმჩნეოდა. და ყველაფერი მიუთითებდა, აბსოლუტურად ყველაფერი იმაზე, რომ ჯენიფერი ნომერში მარტო ცხოვრობდა. ორივე ბარათი გასაღები იდო ცენტრალურ დიდ მაგიდაზე და სისტემამ მისის დააფიქსირა, როგორც გითხარით, რომ პარასკევის მერე, ანუ დილის 11 საათის მერე ნომერში არავინ შესულა. კატაფალკმა, რა თქმა უნდა, გამოძიების შემდეგ გადაიყვანა პროზექტურაში გოგონას ცხედარი და აქ ხდება საინტერესო რა ბალიში და საწოლის ეს მოწყობილობები, რომელიც ამ ქალის კვალს ინახავდა და ამ ამბის კვალს ინახავდა, ხელი მოავლეს ჩაღარეს პარკში და გადააგდეს. ანუ სამხილები ფაქტიურად ყველაზე ცენტრალური სამხილი განადგურებულია. ოსლოს პოლიციამ ბელგიაში მითითებულ მისამართზე მოიკითხა, რა თქმა უნდა, ჯენიფერის ამბავი და არ გაგიკვირდეთ, რომ ოსლოს პოლიციისგან განსხვავებით ალბათ ყველა მიხვდით, რომ ჯენიფერი და არც ლუის ფერგაიტი ბელგიაში იმ სოფელში არასდროს ცხოვრობდა. პოლიციამ იმ ღამეს ჩამოფრენილთა სიებიც გადაამოწმა და როცა ჯენიფერმა სასტუმრო იქირავა და იქაც არ აღმოჩნდა მისი გვარი. გაირკვა, რომ ჯენიფერს ორჯერ ჰქონდა დარეკილი ოთახიდან 2 ნომერზე, რომელიც ბელგიური კოდით იწყებოდა და მხოლოდ ერთი ბოლო ციფრი იყო ამ 2 ნომერს შორის განსხვავება, დარეკეს ამ ნომრებზე და ეს მკვდარი ნომრები აღმოჩნდა. რა შეჭირდებოდა მკვდარ ნომრებზე ამ ქალს დარეკვა, არავინ იცის. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი მე გამომჩა, მე თქვა, ნომერში აღმოაჩინეს საუთავებელი მაგიდა და უთო. როგორც წესი, ახლა ყველა ხარ სასტუმროებში ნამყოფი, ასეთი რამ ნომერში არ არის ხოლმე. არის სპეციალური ოთახი, თუ მაინც და მაინც გაუთავება გჭირდება, გახვალ იმ ოთახში და გააუთავე.
რა თქმა უნდა, Radisson Blu's პლაზაშიც მსგავსი რამ არ იყო, ანუ ნომერში საუთავებელი მაგიდა რა უნდა იქა, ხო? მაგრამ იყო. ანუ ჯენიფერის ეს ტანსაცმელი, რომელსაც ყველას აძრობილი ჰქონდა საფირმო ნიშნები, ყველა იყო გაუთავებული და ზედმიწევრი წესრიგში მოყვანილი. აქ ჩნდება კითხვა, თუ იმ ამბავს აპირებ, რა გეუთავება. და კიდევ ერთი და ძალიან საინტერესო. ასეთი საინტერესო რაღაცები ბევრია და მე უბრალოდ ნელ-ნელა ვიხსენებ. ეხლა ჯენიფერს ჰქონდა ძალიან კარგი თითქმის პროფესიონალური მაკიაჟი სახეზე, მაგრამ რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო გაკეთებული, მაგრამ ის კოსმეტიკა, რომელიც მას სახეზე ჰქონდა, ის რაღაცაში ხო ესხა, რაღაცაში ხო იდო. არც ერთი მსგავსი რამ, კოსმეტიკის მსგავსი რამ ნომერში და არც ანაგვეყუთში არ უპოვიათ. ერთადერთი რაც ასეთ კოსმეტიკაზე თუ რაღაცა ისეთ იმაზე მიუთითებდა, ეს იყო მამაკაცის ოდეკოლონი. ახლა თქვენ იტყვით, რომ მაინც ასე თუ ისე 95 წელია უკვე არსებობს დიდი ხანია და განსაკუთრებით სასტუმროებში ვიდეო კამერები. რატომ არ მოიღეს ჩანაწერები? სამართლიანი კითხვაა. მაგრამ თქვენ არ იცნობთ ოსლოს იმდროინდელ სუპერ პროფესიონალ პოლიციას. მათ არც კი მოუთხოვიათ ჩანაწერები და იმ დროს სხვა შორის ამ პატარა ბარათებზე კი არ ხდებოდა ჩაწერა, არამედ ხდებოდა ვიდეო კასეტებზე. ვიდეო კასეტები საკმაოდ ძვირი იყო, ამიტომ რა შვებოდნენ ყოველ 2 დღის შემდეგ, როდესაც ვიდეო კასეტა გაივსებოდა, იქ კადრები იწერებოდა, უბრალოდ იქ არ იყო ესე მთლიანად არ მიდიოდა ჩაწერა. გაივსებოდა ვიდეო კასეტა, 2 დღის შემდეგ მას წაშლიდნენ და ზემოდან გადააწერდნენ ხოლმე ახალ ვიდეოებს. ამიტომ ეს ჩანაწერებიც უგზო-უკლოდ დაიკარგა. პროზექტურაში, რა თქმა უნდა, ცხედარი შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ როგორც დაადგინეს ყოველ შემთხვევაში პათანატომებმა, რომ გოგონა არ იყო 22 წლის, როგორი ეს ასაკი მიუთითა მან, როდესაც სასტუმროში მივიდა, არის 30 პლუს მინუს 5 წელიო ორგანიზმის აგებულებიდან გამომდინარე და ძალიან საინტერესო რამ იყო კიდევ ერთი, რომ მის კუჭში აღმოჩნდა სოსისის და კარტოფილის მოუნელებელი ნაწილები. არადა სოსისი მან, როგორც გახსოვთ, 2 დღით ადრე შეუკვეთა. ფაქტიურად, უბრალოდ ერთი დღით ადრე. ანუ ადამიანი, რომელიც წარმოიდგინეთ, გადაწყვეტს, რომ ის საქმე ჩაიდინოს, გაბლიგულ სოსის მიირთმევს თავის გაყინულ კარტოფილთან ერთად, კარქასიაძე რო იყო და რაღაცადმე მიდიოდეს აქეიფოდ, იმას იმ დროსაც კი ვერ შეჭამა ასეთ რამეს და წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანმა ეს შეჭამა, იმიტომ რომ ის რომ მიტანისთანავე შეეჭამა, იმ დროს როდესაც იგი გასროლა გაისმა მისი ნომრიდან, ის დიდი ხნის მონელებული ექნებოდა, უკვე ის სოსისი გამქრალი იქნებოდა საერთოდ, იმიტომ რომ 24 საათი იყო იქიდან გასული. ამ სოსისთან დაკავშირებით 2 ვარიანტია, ხო? ან ჯენიფერმა შეჭამა იგი მოტანისთანავე და იგი ამ კვების შემდეგ საკმაოდ მალევე მოკლა ვიღაცამ, ან მეორე დღეს მოხდა ეს ყველაფერი, ანუ მან ჭამა სოსისი და რამდენიმე საათში ის საქმე ჩაიდინა. კიდევ ერთი საინტერესო რამ, ჯენიფერის ნომერში აღმოჩნდა პლასტიკის პაკეტში ჩადებული USA Today-ს იმდღევანდელი ნომერი, ანუ შაბათის ნომერი, რომელიც მის ნომერს არ ეკუთვნოდა. ანუ 28.05-ის კი არ იყო, იყო 28.16-ის. ანუ ნომრის, რომელიც დერეფნის ბოლოში მოპირდაპირ მხარეს იყო განლაგებული. როგორ მოხვდა აი ეს გაზეთი ჯენიფერის ოთახში, გაურკვეველია მით უმეტეს, რომ იქ არავინ იმ დღეს არავინ შესულა. ანუ ესეთი ვარიანტია, რომ ჯენიფერმა გააყო კარი, დატოვა იგი ღია, გაიქცა, აიღო ვიღაც სხვისთვის განკუთვნილი გაზეთი, უკანვე გამოიქცა და მოიხურა კარი, ანუ არ გამოუყენებია მაგნიტური ბარათი. პოლიციამ წინასწარ დასკვნა იმ საქმეზე გააკეთა, ანუ ის ამბავი ჩაიდინაო, ჯენიფერმა
რატომ? იმიტომ რომ კარი იყო შიგნიდან ორი საკეტით ჩარაზული, მისი გასაღები იდო ორივე ნომერში და დაცვის უფროსმა უბრალოდ უნივერსალური გასაღებით გააღო იგი. ასევე ნომერში იყო სიჩუმე, რომელმაც გასროლის შემდეგ დაისადგურაო, ეს საიდან დაადგინეს ვერ გავიგე, იმიტომ რომ გასროლისთანავე ენსი მოთყდა და ბრძოლის კვალის არ არსებობა, ეს იყო მთავარი პოლიციისთვის, მთავარი და უტყუარი საბუთი, რომ იქ ადამიანმა გადაწყვიტა ნებაყოფლობით იმ ქვეყანას წასვლა. 1 წლის გამოძიების შემდეგ, მას შემდეგ რაც ყველგან მოიძიეს ამ უცნობი ქალიშვილის ვინაობა და ვერსად ვერავინ მიაგნო, იგი დაკრძალეს. დაკრძალეს უსახელო საფლავში, იგი არავის მოუკითხავს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ თქვა, რომ ჩვენ დავაგზავნეთო ყველგან მოთხოვნა, რომ ვინმე ხომ არ დაკარგულა ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ანუ გერმანულენოვან ქვეყნებში და ყველგანიდან მოგვივიდა უარყოფითი პასუხიო. 1996 წლის 26 ივნის დილის 7 საათზე ჯენიფერის სასახლის მიწა მიაყარეს და საქმე თაროზე შემოდეს და კიდევ ერთი უსახელო მსხვერპლი შეემატა იდუმალი სიკვდილების სიას. ოსლოს პოლიციისგან განსხვავებით ჩვენ რა თქმა უნდა ვერ მოვისვენებთ და ვერ მოისვენეს მომძიებელმა ჟურნალისტებმა და ჭეშმარიტების დასადგენად დაირაზმენ. გავყვეთ მათ. დავიწყოთ იარაღით. 9 მმ-იანი ნახევრად ავტომატური ბრაუნინგი, რომლიდანაც ორი გასროლა მოხდა. პირველ გასროლას პოლიციამ საცდელი დაარქვა. გასროლა მოხდა ბალიშში. ანუ ადამიანმა, თქვა ჩავთვალოთ ჯენიფერმა ამ შემთხვევაში ისროლა ბალიშში. მეორე ტყვია მან ისროლა შუბლში. ნატყვიარებს შორის მანძილი იყო 7 სანტიმეტრი, დაახლოებით აი ამდენი. როგორც გითხარით, ტყვიამ გახვრიტა შუბლის ძვალი, გაიარა თავის ტვინი და გამოვიდა კეფიდან. კეფიდან შემდეგ გაიარა მთელი საწოლის ბლეიბები და საბნები და ყველაფერი და დაეცა უკვე ძალადაკარგული იატაკზე. მთელი ოთახი მოთხრილი არის სისხლით. 9 ვაზნადებს პისტოლეტში, ხოლო 34 ვაზნას პოულობენ ტყავის საკოიაში, ატაშე კეისში უпроსოლად. და მასში, რაც საინტერესო არ უნდა იყოს, მხოლოდ ვაზნებია, მეტი არაფერი არ დევს. ხშირად ხდება და ალბათ კინოებშიც გინახავთ, რომ როდესაც უნდათ თვითმკვლელობის იმიტაცია გააკეთონ, კლავენ თქვათ ადამიანს, შემდეგ მას ხელში უდებენ იარაღს, წინასწარ მას გაწმენდნენ, საკუთარი თითის ანაბეჭდებიდან ჩაუდებენ და ისეთნაირად დააჭერინებენ, რომ მასზე თითის ანაბეჭდები დარჩეს. კრიმინალისტები იღებენ, რა თქმა უნდა, ჯენიფერის თითის ანაბეჭდებს და ცდილობენ აიღონ თითის ანაბეჭდები პისტოლეტიდან. მაგრამ რა საინტერესო არ უნდა იყოს, არც სასხლეთზე, არც ტარზე არანაირი კვალი არ არსებობს. თითქოს ძალიან გაწმინდა და მერე ჩაუდო ჯენიფერს ხელშიო. ასევე, როგორც გითხარით, ჯენიფერს ხელზე არ აქვს დენთის ნაწილაკები. ესე ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ როგორც წესი ხელზე, როგორც წესი კი არა 100% თითქმის ხელზე უწვრილესი დენთის ნამცეცები რჩება. სხვადასხვა ოსლოს პოლიციის უფროსი იმით იმართლებს თავს, რომ ამბობს პისტოლეტზეო არ რჩება ხოლმეო არც ტარზე და არც სასხლეთზე ადამიანის ანაბეჭდებიო. არ ვიცი, მე ამაში ვერ ყვევი, მართალი გითხრათ, ამიტომ თუ ვინმე კრიმინალისტიკაში ჩემზე უკეთ ერკვევა, მითხარით დაწერეთ კომენტარში 100-ია ეს მართლა თუ არა. მე რაღაცა იჭვი მეპარება. პისტოლეტზე სერიული ნომერი არის წაშლილი ძალიან პროფესიონალურად, ძლიერი მჟავას საშუალებით, მაგრამ კრიმინალისტებმა მაინც შეძლეს აღდგენა რაღაც ციფრების, ბოლო ციფრების და დაადგინეს, რომ იგი ბელგიაშია წარმოებული ბრაუნინგის ქარხანაში 91-სა და 92 წლებს შორის. და კიდევ ერთი საინტერესო მომენტია ის, რომ ოსლოს პოლიციის უფროსი გუნარ ლარსენი ამობიდან 2 დღის შემდეგ აცხადებს, ჩვენ უფროსის მოადგილე უკაცრავად აცხადებს, ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ გოგონას სიკვდილში ვიღაც მეორე პირი არ ურევიაო. ანუ იგი უშვებს, რომ გოგონა მოკლულია. მაშინ, როდესაც
ნახევარსაათში გამოდის მისი უფროსი და ამბობს, რომ ჩვენ 100% დარწმუნებული ვართ, რომ აქ თავისი ნებით იმ ქვეყანას წასვლას ჰქონდა ადგილი. 2017 წელს ჟურნალისტები ძალიან უცნაურ რამეს არ ყვევენ. ისინი ქირაობენ იარაღის სუპერპროფესიონალებს და სპეციალისტებს და ადგენენ ბრაუნინგის წარმოშობის ძალიან საინტერესო ფაქტებს. აღმოჩნდა, რომ ბრაუნინგში მხოლოდ ლულა არის ორიგინალური, ანუ ბელგიაში დამზადებული. ყველაფერი დანარჩენი არის დამზადებული რუმინეთში, ნაწილი და უნგრეთში მეორე ნაწილი. ანუ ეს ის პერიოდი, ახლა 90-იანი წლებია, მოგეხსენებათ, თელის საბჭოთა ბლოკი დაიშალა და იარაღი უპრაგონოდ დადის წინ და უკან. ანუ იარაღის ბაზარი გადავსებულია კაპიკებში, შეიძლება ნებისმიერი ტიპის იარაღი იყიდო, რომელიც იწარმოებოდა ყოფილ საბჭოთა ბლოკში, ვარშავის ხელშეკრულების ბლოკში და მოგეხსენებათ, იქ პოლონეთს, რუმინეთს, უნგრეთს, ავიზი ყველას თავისი და გერმანიას ხო საერთოდ თავისი იარაღის წარმოება ჰქონდა. იარაღს აწარმოებდნენ ისინი მეც სხვას არაფერს, ამიტომ იარაღი იყო უამრავი და ძირითადად ჯარში აბარებდნენ ხოლმე იმდენი იყო, მაგრამ დიდი ნაწილი, რომელიც კარგი ხარისხის იყო, რა თქმა უნდა, შავ ბაზარზე გადიოდა. ახლა განვიხილოთ ჯენიფერის მეზობლები Redison Blue Plaza-ში. 21-ვე სართულზე სასტუმროს სხვა სტუმრებიც ახლობდნენ, რა თქმა უნდა. და საინტერესოა იქნება მათ მაინც გაიგონეს რაღაცა, ან დაინახეს თვალი მოკრეს რამეს. მის მოპირდაპირედ 28-01-ში მამაკაცი ცხოვრობდა თავის საცოლესთან ერთად, რომელმაც თქვა, რომ მათ არაფერი შეუნიშნავთ. 28-07-ში ჯენიფერის გვერდით მდებარე მარცხნიდან მდებარე ნომერში ცხოვრობდნენ ვინმე რութ და ვერნერ ზობრისტევი, ცოლ-ქმარი, რომლებმაც თქვეს, რომ საერთოდ ჩამიჩუმი არის მოდა იმ ოთახიდან. ერთხელ გავიგონეთ, რომ შხაპის ხმა გავიგონეთ, მეტი არაფერიო, ანუ არც ტელევიზორის ხმა, არც ლაპარაკის, არაფრის ხმა არ გაგვიგონიაო. კიდევ იყო ვინმე ბორხილდა, რომელიც 28-18 ნომერში ცხოვრობდა და მან შეამჩნია, რომ პერსონალი ძალიან ავიცეთ, ინტრიგანი ქალი იყო თუ. თმათ თქვა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ძალიან ზერელეთ ეპყრობოდაო ზოგადადო პერსონალიო კლიენტების რაობის და ვინაობის დადგენასო და არავინ იცის ვინ გაჩერდა სხვათა შორის 28-16 ნომერში, აი იმ ნომერში, საიდანაც ჯენიფერმა გაზეთი წამოიღო და შეიტანა თავის თან. ჯენიფერის სიკვდილის წინა ღამით ნომერ 28-ში, რომელსაც ჯენიფერთან საერთო კედელი აქვს, ვიღაც ბელგიელი მამაკაცი შესახლდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებმა, რომ დაადგინონ, ვინ არის ეს ბელგიელი მამაკაცი, იმიტომ რომ პოლიციას ის არ მოუკითხავს. სასტუმროს ადმინისტრაცია ყემალზეზის წარმოდგენა არ აქვს, ვინ შეასახლა იქ და პოლიციასაც დიდად არ შეუწუხებია თავი მისი ძებნით. არადა ჟურნალისტების და ჩემი აზრითაც სწორედ ამ კაცში შეიძლება იყოს ყველაფრის გასაღები. ჟურნალისტებმა იყოჩაღეს, მათ იპოვეს ეს კაცი, რეალურად იპოვეს, გაიგეს მისი ელექტრონული პოსტა, დაუკავშირდნენ, ეს მამაკაცი გამოვიდა ხაზზე, მაგრამ როგორც კი გაიგო თუ რატომ უკავშირდებიან მას, ელექტრონული პოსტა საერთოდ წაშალა. ნორვეგიელი ჟურნალისტები, ჩვენი გაუმძებელი ჟურნალისტების არ იყოს მაგარი ოხრები აღმოჩნდნენ და ამ ადამიანის მისამართი დაადგინეს. ბელგიაში ჩააკითხეს ამ კაცს, დაუპადიესდეს, როგორც იტყვიან და გამოიჭირეს და კითხეს, იყავი თუ არა ამ დროს სოშტლში ამ ადამიანს სასტუმროში. ამ კაცმა უთხრა, კიო, ვიყავიო. იქო სხვათა შორისო, მე ვიციო, კი დაასწრო სხვა ჟურნალისტებს და უთხრა, მე ვიციო, რომ იქ ხალი იყო, რომელიცო, ის საქმე ჩაიდინაო, ასე არ არისო? მე ესო კარგად მახსოვსო, რომ იმიტომ რომ ზუსტად მაგ დროს უნდა გავსულიყავიო ნომრიდანო და მაგ დროს გავიგე ეს ამბავიო. მე იმ ღამესო სამწუხაროდ ძალიან ისეთი ხრმაძილი ვიციო და კი ვერაფერი ვერ გავიგონეო რა ხდებოდაო და აი მეტი ჩვენო მე ჩემგანო ვერაფერს ვერ გაიგეთ, მეტი არაფერი არ ვიციო. აქ ჟურნალისტებმა ყურებიც ქვითეს, რანაირად მიხვდითო თქვენო, რომ იქ ადამიანი მოკლეს და რანაირად დაესწარით ამ ფაქტს, როდესაც წიგნი იმაში წერია, აღრიცხვის წიგნში, რომ თქვენ ნომერი დატოვეთ დილის 9 საათზე, ხოლო ეს ყველაფერი გვიან საღამოთი მოხდაო. ეს იყო და ეს ბელგიელი მამაკაცი
შევიდა სახლში და აღარც გამოსულა იქიდან. ყველაფერი ეს ძალიან დიდ ეჭვს ბადებს, რა თქმა უნდა, მაგრამ სად ცხოვრობდა ჯენიფერი? რაც შეეხება სოფელ ვერლაინს, რომელიც მან მიუთითა, როგორც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მართლაც არსებობს ბელგიაში, მაგრამ ის ქუჩა და ის ნომერი არ არსებობს. ასევე მან ჩაწერა, რომ იგი მუშაობდა კომპანია ცერბისში. აღმოჩნდა, რომ ასეთი კომპანია, მსგავსი სახელის კომპანია ცერბერი მართლაც არსებობს და იგიც ისეთ ბელგიური კომპანია. აშკარაა, რომ ჯენიფერი კარგად იცნობს ბელგიას. ყოველ შემთხვევაში მეტნაკლებად კარგად. და იგი მისი ლეგენდის დამაჯერებლობისთვის იყენებს ამას ყველაფერს. მოკლედ შეჭრილი თმა კი გვაფიქრებინებს, რომ მას შეეძლო სხვადასხვა ფერის და სიგრძის პარიკები ეტარებინა და სრულიად შეუმჩნეველი გამხდარიყო, თქვათ, იგივე სასტუმროს ადმინისტრაციისთვის. ახლა თავიდან გადავათვალიეროთ ნივთები, რომელიც მის ოთახში იყო. გახსოვთ, რომ ნებისმიერი საგანი, რომელიც ოდნავ მაინც მოგცემდა რაღაც ხელმოსაჭიც, თუ ვინ იყო ჯენიფერი, ნომერში არ აღმოჩნდა. არ აღმოჩნდა საფულე, ID, პასპორტი, მართვის უფლება, გასაღები, რა ვიცი, არაფერი აბსოლუტურად, საბანკო ბარათები. ეს მართლაც უცნაურია, იმიტომ რომ ბელგიიდან ნორვეგიაში სამოგზაუროდ რაღაც საბუთი მაინც აუცილებელია და განსაკუთრებით ეს 1995 წელია, ჯერ კიდევ ევროკავშირი არ არის შექმნილი. უცნაურია ის ამბავიც, რომ ქალი მოგზაურობს ქვედა საცვლების გარეშე. წარმოუდგენელი რამ არის, ხო? მამაკაცისთვისაც კი 2 დღით რომ მიდიხარ, მიგაქვს მთელი კომპლექტი. ასევე ის, რომ ყველა სამოსი შავი ფერისა, აბსოლუტურად ყველაფერი არის შავი ფერის. ჯენიფერს ჰქონდა 7 ზედა ტანსაცმელი, ანუ პულოვერის და პიჯაკის და ასე შემდეგ ჩათვლით, ბლეიზერი და ასე შემდეგ, მაგრამ არ ჰქონდა ქვედა ჩასაცმელები, არც ქვედა კაბა და არც შარვალი. ანუ მე როგორც თავიდანვე თქვი, იგი თითქოს აი პლაშს პირდაპირ ნახევრად შიშველ ტანზე იცვამდა. დამლაგებელმა გამომძიებლებს მოუთხრო, რომ ხუჩაბას დალაგების დროს მათ აღმოაჩინეს 2 წყვილი ფეხსაცმელი. ჯენიფერი წასული იყო, ანუ მესამე წყვილი მას აცვიათ. 2 წყვილი ფეხსაცმელი და იმიტომ მივაქციეთ უყურადღებაო, რომ ძალიან ძვირფასი ფეხსაცმელები იყო, მოგვეწონაო ძალიანო და როცა ჯენიფერი დაბრუნდებოდაო, გვინდოდა გვეკითხა სად იყიდაო ისო. ოთახის დათვალიერებისას არც ერთი ფეხსაცმელი იქ არ აღმოჩენილა. ძალიან საინტერესოა. როგორც გითხარით, არ იყო ასევე მაკიაჟის არანაირი კვალი. უпростоრად სახეზე იყო, მაგრამ ის ტუბები და ფლაკონები, რომელშიც ეს მაკიაჟი უნდა ყოფილიყო, ოთახში არ იყო. ატაშე კეისში, უზარმაზარ ატაშე კეისში, მხოლოდ და მხოლოდ 34 ვაზნა იდო. მეტი არაფერი. ოქროს ბეჭედზე ქვემოდან იყო წარწერა 333-000. ასეთ დამღას ოქროს ნაკეთობებს მხოლოდ და მხოლოდ გერმანელები ადებენ, გერმანელი ოქრომჭედლები და ამით განისაზღვრება ოქროს სისუფთავე. თუ სხვა ქვეყნებში კარატებით განისაზღვრება, გერმანიაში აი ამ ციფრები, დღეს ციფრები ზუსტად რას ნიშნავს ვერ გეტყვით, მაგრამ ბეჭედი საკმაოდ სუფთა ოქროსგან იყო გაკეთებული. მარცხენა ხელზე სპეციფიური საათი Citizen აკვალანგი უკეთია, რომელიც აკვალანგებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ძალიან ლამაზი ფორმა აქვს და ზოგადად ჩვეულებრივი ადამიანებიც ატარებდნენ იმ პერიოდში. მოგვიანებით კვლავ ჟურნალისტების მიერ წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ დადგინდა, რომ ჯენიფერის მიერ დატოვებული წარწერა, რომელიც მან აღრიცხვიანობის წიგნში დატოვა ადმინისტრატორთან, ნამდვილად ეკუთვნოდა გერმანულ ენოვან ადამიანს. მაგრამ ორივე ორ ადგილას ჰქონდა მას ხელი მოწერილი, როგორც გვარი მისი და ორივეგან ეს გვარი რადიკალურად განსხვავებულად იყო ხელმოწერილი. ჯენიფერმა სადღაც იქვე მოიგონა, როგორც ჩანს ეს გვარი და ამიტომ არც კი უწვალია, რომ ერთნაირად მოეწერა ორივე ადგილას. და ახლა მთავარი მარტო იყო ის თუ მართლა ვინმესთან ერთად. ჯენიფერმა როგორც გითხარით, გაატარა კიდევ ერთი იდუმალი მამაკაცი ლუისი,
ამ ჩანაწერში ლუის ფერგაიტი, რომელიც ნახა მხოლოდ ახსოვს უბრალოდ მხოლოდ ერთს. აი ეს ადმინისტრატორი, რომელიც ჯიუტად იმეორებს, რომ არა, კიო, აშკარათო, მე მახსოვსო, რომ ჯენიფერი მამაკაცს ესაუბრებოდა, ეს იყო 40-დან 45 წლამდე მამაკაცი, საკმაოდ სიმპათიური. იგივე ადმინისტრატორი ამბობს, რომ მეო შევამჩნიო, როგორ გადასცა ამ მამაკაცმა ჯენიფერს დოლარების საკმაოდ სქელი დასტავა. არა და ნომერი როდესაც გახსნეს 1 ცენტიც კი ვერ იპოვეს. არ ვიცი, ან ადმინისტრატორს ეს ყველაფერი მოეჩვენა, ან ეს ყველაფერი მართლაც მოხდა და იდუმალი ლუისი არავინ იცის ვინ არის. მივედით საკეტამდე. საკეტი იკეტება ორად ირაზება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიგნით ხარ. ანუ ერთი საკეტით კეტავ და მეორე უკვე დამცავი არის, როდესაც აწევ შიგნითა სახელურს. შიგნითა სახელური მხოლოდ შიგნიდან შეიძლება აწვიო, ხო? ასეა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტომ ერიკ ბრაატე, რომელიც ამ საკეტების ხელოსანი და ოსტატი იყო, იგი გავიდა ჟურნალისტებთან კონტაქტზე და უთხრა და აჩვენა უბრალოდ ერთი ეშმაკობა, რომლის მიხედვითაც და რომლის საშუალებითაც შენ შეგეძლო გარედან ჩაგეკეტა კარები. და ეს ხდებოდა აი ესეთნაირად, ძაფს აბავდი საკეტზე, ძაფი გადადიოდა კარებზე, კარები ეხურებოდა, გამოკაჩავდი ამ ძაფს, სახელური აიწეოდა, მოძრებოდა ძაფი, ძაფს გაიტანდი გარეთ. ასეთი ეშმაკობა შეიძლება ვიღაცას ჩაეტარებინა, ანუ ადამიანს, რომელმაც ჩავთვალოთ, რომ ჯენიფერი მოკლა და აი 20 წუთის განმავლობაში მოახერხა ოთახიდან გამოსვლა სწორედ აი მეთოდით. როდესაც ეს ამბავი გასკდა, ანუ ტომ ერიკის მონაყოლი მომენტალურად ბლუ პლაზაში გამოცვალეს ყველა საკეტი და სრულიად ახალი სისტემები დააყენეს. ჯენიფერი, მოდით ასე დავარქვათ, უცნობ ქალიშვილს 30 წლის წინ გარდაიცვალა. როგორ არ ვიცით. იმ დროს, როცა დნმ-ის სეკვენირება, მისი ანალიზი, მისით სხვადასხვა ფაქტების დადგენა ჯერ კიდევ ჩანასახური მდგომარეობაში იყო. მას შემდეგ საკმაოდ გიგანტური ნაბიჯები გადადგა მოლეკულურმა ბიოლოგიამ ამ მიმართულებით და დღეს ამ მეთოდით უამრავი 10 წლეულობით გაუხსნელი საქმე იხსნება. 2016 წელს მოხდა ცხედრის ექსჰუმაცია, სხვათა შორის კვლავ ჟურნალისტების თხოვნით და ჩატარდა მისი გენეტიკური ანალიზი, დნმ-ის ანალიზი, რომელმაც დაადგინა, რომ გოგონა მართლაც გერმანული წარმოშობის იყო, მისი ასაკიც, რომ იგი 24 წლის იყო და არა 30-ის ან 21-ის, როგორც თვითონ მიუნიშნებდა. ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ ეს ქალი მიუხედავად იმისა, რომ მისი პორტრეტები იპოვეს სხვა ადამიანი, ფოტოებიც გადაუღეს, შემდეგ მხატვარმა პორტრეტი შექმნა, იდეალური, პირდაპირ ადახატა მიცვალებულიდან და დაგზავნილი არის მისი სურათი სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ვრცელდება. მიუხედავად ამისა, იგი 30 წელი გავიდა და ეს უცნობი გოგონა არავის მოუკითხავს. მას უკეთებდნენ სხვადასხვა თმის ვარცხნილობას, ფერს, ასე არავინ ვერ დაადო მას ხელი და ვერ თქვა, რომ მე ვიცნობდი ამ ქალს. ნუ თუ ამ ადამიანს ან მეგობარი არ ყავდა, ან კლასელი, ან მეზობელი, ან მშობლები ბოლოს და ბოლოს დაძმა, ნათესავები, რა ვიცი. ესეთი თითქოს მარსიდან ჩამოვარდნილია ეს ქალი. დაცვის უფროსმა კარზე დააკაკუნა თუ არა, იმავე წუთას გაისმა გასროლის ხმა თქვენ გახსოვთ. მაგრამ მხოლოდ ერთის არსებობს მოსაზრება, რომ დაცვის უფროსის მიერ გაგონილი გასროლის ხმა იყო საცდელი გასროლა, ის ბალიში რო ისროლა მან თუ ვიღაცამ. ყოველ შემთხვევაში, როგორც ფაქტია, რომ ეს შეშინება იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა, ნომერში ძალიან კარგად გამოუვიდა. ისიც გავიხსენოთ, რომ თითქმის 20 წუთი გავიდა გასროლიდან რაზმის მოსვლამდე, დაცვის მოსვლამდე. 20 წუთი საკმაოდ დიდი ხანია და სწრაფი ნაბიჯით არც არის საჭირო რომ გაიქცე, შენ შეგიძლია დაახლოებით 3-4 კილომეტრი გაიარო ამ დროში. სწრაფი ნაბიჯით სიარულით. ანუ საკმაოდ შორს წახვიდე იქიდან ბოლო-ბოლო ქვედა სართულზე ჩახვიდე და იქ დაიმალო. თუ, რა თქმა უნდა, ასეთი მეორე პირი არსებობს.
არის ვერსია, რომ შაბათს კი არ მოკლეს გოგონა არამედ პარასკევს. და ამას მოწმობსო ის გადაუმუშავებელი საკვები, რომელიც მის კუჩი იპოვეს, ასევე მკვლელობის ვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ მის ხელებზე დენთის კვარი არ აღმოჩნდა და ასევე არ აღმოჩნდა მისი ანაბეჭდები. ან სადგაქრა ნივთები, რომელიც ნებისმიერი ახალგაზრდა ქალისთვის აუცილებელია კოსმეტიკა და საცვლები. ან ვინ ააჭრა ტანსაცმელს საფირმო ნიშნები. თქვათ, ან რატომ შეიტანა ქალმა საუთავებელი საკუთარ ოთახში. იმის გამო ხო რომ რაღაც კვალი წაეშალო, თქვათ, დნმ-ის ან სხვა რაღაცის ცხელი უთოთი ვიღაცას. იმიტომ რომ ნამდვილად თუ იმ საქმეს გადაწყვეტს ადამიანი, უთავობის თავი ნამდვილად არ ექნება. ვინ იყო 2008 ნომერში შესახლებული ბელგიელი მამაკაცი, რომელიც თავისივე ჩვენებებში ბრინჯივით იბნევა და ვერ გარკვეულა რა გაიგონა და რა გაიგო მან იმ დღეს და როდის მოხდა საერთოდ რამე. ამას დავუმატეთ კარის გარედან ჩაკეტვის, ჩარაზვის ტექნიკა და რატომ მალავდა ჯენიფერი თავის წარმომავლობას და ნამდვილ ვინაობას. ყველაფერი ამ ფაქტების შეჯერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ერთი ვარიანტი, უიღბლო სიყვარული და ღალატი, ანუ მამაკაცს არ სურდა მათი ურთიერთობების, თუ ესეთი ვინმე არსებობდა, მაგალითად ის ლეგენდარული თუ იდუმალებით მოცული ლუისი, არ სურდა მათი ურთიერთობის აფიშირება და კლავს გოგონას, ნივთები მასვე გააქვს და მან ის იგივე აჭრის აი ამ ტანსაცმელ საფირმო ნიშნებს. მეორე და ძალიან დამაინტრიგებელი ვერსია. ჯენიფერი გახლავთ ჯაშუში. 90-იანი წლებია და საბჭოთა ჯაშუშები მოდებული არიან მთელს მსოფლიოს. რუსი ჯაშუშები უпроსტად ყოფილი კგბ-შნიკები, ამჯერად FSB-შნიკები. მოგეხსენებათ ელცინი, რომელსაც თვლიან დემოკრატად, არის საკმაოდ დიდ გასაჭირში, მას ქვეყანა თავზე ექცევა და რაღაც ბნელი ძალები რო არ მოვიდნენ რუსეთში, ყველა სახელმწიფო ცდილობს რომ რუსეთს დაეხმაროს. ყველა ლოიალურად არის განწყობილი ელცინისადმი, არა და ელცინი ჩვეულებრივი ისეთივე ავტორიტარი და ნაგავია, როგორც ნებისმიერი რუსეთის მმართველი. განა ელცინის დროს არ მოხდა ის, რაც მოხდა საქართველოში. აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვა და ომები. განა ელცინის დროს არ დაიწყო ჩეჩნების მასიური ჟუჟვა. განა მის დროს არ მოხდა უამრავი მსგავსობა. ასე რომ მაგ ქვეყნის გამოსწორება არ იქნება, არასდროს არ იქნება. ჩვენ თემას გადაუხვიეთ, მაგრამ მე რას ვამბობ, რომ აი ეს პერიოდია, როდესაც რუსებს უყურებენ ძალიან ზედაპირულად, ლოიალურად და ამ დროს მთელი ეს ჯაშუშობა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში უსაქმოდ დარჩა, იმიტომ რას აკეთებდა კგბ ძირითადად დაძდევდა დისიდენტებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით მოქმედებდნენ. ახლა ისინი გამოიფანტნენ გარეთ, ყიდიან იარაღს, ყიდულობენ იარაღს, იქ ნარკოტიკები, იქ ისა, ანუ ყველგან არიან ჩაფლულები, სადაც სიბინძურია და თითქოს არ არის გამორიცხულია, რომ ჩვენი ჯენიფერიც იყოს აღმოსავლეთ გერმანიიდან და წარმოშობა მისი, აი ეს იზოტოპურ რადიოაქტიული მეთოდი ამას მოწმობს და რომ ის არის ჯაშუში. ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტიც, რომ მას ძალიან მოკლე დააქვს თმა შეჭრილი. ამ მოკლე შეჭრილ თმაზე ძალიან ადვილად შეიძლება ნებისმიერი ზომის, ფერის, ვარცხნილობის პარიკის დადება და ადამიანი სრულად შეიცვლება. მაგრამ აქ ბევრი მაგრამია. თუ ჯენიფერი მართლაც პროფესიონალი ჯაშუშია, მაშინ მას მყარი ლეგენდა უნდა ჰქონდეს და არა ისეთი ფურთხით გაკეთებული, როგორც მან თქვა, ხო, რაღაც გვარი არ არსებობს, ტელეფონი არ არსებობს, მისამართი არ არსებობს. როგორც წესი ჯაშუშებს ნამდვილი მისამართები და ძალიან ბევრი ისეთი რამ აქვთ მითითებული ხოლმე, როდესაც ისინი ესეთი საფარქვეშ მუშაობენ, რომ იმის გადამოწმება ადვილად ხერხდება და მათ ვერსიებს ამყარებს. აქედან გამომდინარე, ეს ვერსიაც საკმაოდ სუსტია. არის ერთი ვერსია კიდევ, სექსმუშაკია, ჯენიფერი, არ არის გამორიცხული. არ არის გამორიცხული, იგი საკმაოდ სიმპათიური გოგონაა, კარგი აღნაგობა აქვს, მას საკმაოდ სექსუალური ტანსაცმელიც აქვს თან წამოღებული და
ოსლოში ზოგადად პროსტიტუცია არის იმ პერიოდში აკრძალული, მაგრამ ნომრებში ეს მიღებული პრაქტიკაა, რომ რამდენიმე დღით ესეც სექს მუშაკებს, პროსტიტუციით დაკავებულ ქალიშვილებს და ვაჟიშვილებს რამდენიმე დღით აკირებენ ხოლმე ნომერს და როგორც წესი მათ ასე სკრუპულოზურად არ ატარებენ ხოლმე დავთარში. ეს ვერსია საკმაოდ სიცოცხლის უნარიანია. და ბოლო ვერსია ალბათ რომელიც ყველაზე მისაღები შეიძლება იყოს ეს გახლავთ საკუთარი სურვილით წასვლა. პოლიცია დღემდე ამ ვერსიას ყველაზე სავარაუდოდ მიიჩნევს და ამბობს რომ შესაძლოა ახალგაზრდა გოგონა ყოფილიყო დეპრესიაში. მან რატომღაც შორეული ოსლო აირჩია იმ ქვეყანას წასასვლელად. ალბათ თო ასე ამბობენ ჯენიფერს სურდა რომ იგი არავის ეცნო, არავის გახსენებოდა, არავინ ჩაძიებოდა თუ ვინ იყო ეს უცნობი ქალი და იქნებ მას უნდოდა რომ სამუდამოდ ინკოგნიტოდ დარჩენილიყო და ხალხს აწლეულების შედეგადაც ვერსიებით ესაუბრა მის სიკვდილზე. თუმცა ამ ვერსიასაც ბევრი ხინჯი აქვს და ამის შესახებ მე უკვე ვთქვი, თენთის არარსეობა, თითის ანაბეჭდების არარსეობა, უცნაურად გამოკრული თითი, ბალის შინასროლი და მერე გვერდით 7 სანტიმეტრში უკვე შუბლში ნაცროლი ტყვია, გამქრალი ფეხსაცმელები და ასე შემდეგ. 30 წელი გავიდა, მაგრამ ოსლო პლაზას გოგონას საქმის ირგვლივ კვლავ ბურუსია ჩამოწოლილი. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი პორტრეტი თითქმის ყველა სოციქსელში ადვილად იძებნება, მას მაინც არავინ გამოუჩნდა პატრონმყარებელი, როგორც ქართველები ვიტყვით. თქვენ უკვე თითქმის იმდენივე იცით, რამდენიც და ცოტა მეტიც ვიდრე ოსლოს პოლიციამ, მაგრამ იმდენივე რამდენიც ნორვეგიელმა ჟურნალისტებმა, ამიტომ დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში, იქნებ მათ შორის გამოჩნდეს ისეთიც, რომელიც ყურადღებას დაიმსახურებს და ყველაზე ახლოს იქნება სიმართლესთან. ვიდეო დაკვირვების ჩანაწერზე კარგად ჩანს, რომ პარასკევს 2009 წლის 12 ივნისს დილის 2 საათზე ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლონდონდერის იგივე დერის ავტოვაგზალზე ავტობუსში მაღალი დაახლოებით 60-65 წლის გამხდარი მამაკაცი ადის. მას მოკლედ შეჭრილი ჭაღარა თმა და ცისფერი თვალები აქვს, სახეზე და ხელებზე კი რუჯი ეტყობა. იგი კარგად კოხტად არის ჩაცმული, მძღოლთან იგი იღებს ქალაქ სლაიგომდე ბილეთს. სლაიგო გახლავთ პატარა ქალაქი, რომელიც განლაგებულია ჩრდილოეთ ირლანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. მამაკაცი სლაიგოს ავტოვაგზალზე 18 საათსა და 00 წუთზე ჩამოდის, ტაქსს აჩერებს და სასტუმრო სლაიგო სიტი ჰოტელში მიდის ამ ტაქსით. მას ნომერი დაჯავშნილი არ ჰქონდა, როგორც სასტუმროს ადმინისტრატორი ყვება, მამაკაცთან აქვს მხოლოდ ლეპტოპის პატარა ჩანთა და ასევე შავი საკუიაჟი. იგი ავსებს სტუმრების ფორმას და სახელს წერს პიტერ ბერგმანი. გერმანულენოვან სამყაროში ეს საკმაოდ დიდი გვარია, ისევე როგორც ჩვენში მაისურაძეები, რუსებში ივანოვები და ჯონ სმიტები ამერიკაში. იგი წერს მისამართსაც, ეს გახლავთ ქალაქი ვენა, აინშტერნის ქუჩა, სახლი ნომერი 15 და საფოსტო ინდექსი 44-72. მას ისევე როგორც ჯენიფერ სასტუმრომ არანაირი საბუთი არ სთხოვა, რომელიც მის ვინაობას დაამტკიცებდა და მამაკაცმა 3 დღით დაიქირავა ნომერი და მასში წინასწარ გადაიხადა ქეშით, ნაღდი ფულით 60 ევრო და ნომერში ავიდა. ახლა გავყვეთ ქრონოლოგიურად 2009 წლის 13 ივნისი, შაბათი. ბერგმანი დილით სასაუზმოდ ჩადის. ამის შემდეგ კი იასამნის პოლიეთილენი პარკით ხელში სასტუმროდან გადის. სლაიგოს ქუჩებში, სხვა შორის მრავლადაა იმ პერიოდში ვიდეო დაკვირვების კამერები და მამაკაცი ხშირად ხვდება მათ კადრებზე. ეს უკვე როდესაც გამოძიება დაიწყო, ამოიღეს ეს კადრები და ხედავენ ამ კაცს როგორ მოძრაობს იგი ქალაქში. ამავე დღეს დილით იგი შედის საფოსტო განყოფილებაში, ყიდულობს 80 ცენტიან 8 მარკას და ასევე ავია კონვერტებს, ანუ ავიაგადაზიდვის კონვერტებს და
ამის შემდეგ იგი აჩერებს ტაქსის იგი როზას პოინტის პლაჟზე მიყავს, რომელიც ქალაქიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. მამაკაცი გადმოდის ტაქსიდან, ათვალიერებს პლაჟს, ტაქსის ეუბნება, რომ ძალიან მოეწონა, იგი ჭდება ტაქსში და ბრუნდება ქალაქში. იგი სასტუმროში შედის, მაგრამ ხელში მას იასამნის პაკეტი აღარ უჭირავს. სასტუმროს ადმინისტრატორის ჩვენებებიდან შაბათს დღის მეორე ნახევარში დამლაგებელმა ნომერში შესვლა სცადა, მაგრამ ნომერი ვერ გააღო, მიუხედავად და გარეთ არ კიდია. არაფერი, რომ თქვა არ შემაწუხოთ, მსგავსი წარწერა გარეთ არ არის. ამიტომ დამლაგებელი ჩადის ადმინისტრატორთან და ეუბნება, რომ რაღაცა ხმაური ისმიოსო ნომრიდანო და არავინ არ მიიღებსო და ცოტა ეჭვი შემეპარო, ცუდად ხო არ არის, მაინც ხან შესული კაციო. ადის ადმინისტრატორი და აკაკუნებს, არავინ აღებს და ამის შემდეგ უკვე იგი სათადარიგო უნივერსალური გასაღებით აღებს კარს, შედის და ინაღამ გული უსკდება. ბერგმანი დგას კარის უკან, ატუზული და ისეთი სახით თითქოს მას რაღაც ცუდის კეთებისას წაასწრესო, მაგრამ როდესაც დაინახავს, რომ ეს ადმინისტრატორია და არა სხვა ვიღაცა, მშვიდდება და ეტყვის, რომ ვერ მოვასწარიოს რაფად კარის გაღება. ნომერს ალაგებენ, დავლაგებელი ამბობს გაუმძიებლებთან, რომ არაფერი განსაკუთრებული იქ არ იყო გაშლილი მამაკაცის პირადი ნივთებიო და ბერგმანი ამ დღეს კიდევ რამდენიმეჯერ გადის სასტუმროდან და ყველა გასვლისას მას ხელში ეს იასამნისფერი პაკეტი უჭირავს. ხოლში ზოგჯერ ჩერდება ხოლმე საკმაოდ დიდხანს, თითქოს არ იცის საით უნდა წავიდეს, პაკეტი ხელში უჭირავს, თითქოს დაბნეულია და საბოლოოდ მე გადის გარეთ, ბრუნდება პაკეტი კვლავ არ აქვს. წინსრებით გეტყვით, რომ როგორც გამოძიებამ დაადგინა, ამ პაკეტით მას საკუთარი პირადი ნივთები გაქონდა სასტუმროდან და ბერგმანს თითქოს შესწავლილი ჰქონდა ქალაქში ყველა სანაგვე ურნა. რადგან ქალაქში ძალიან ბევრი კამერა იყო, იგი ეძებდა ისეთ ურნებს, რომლებიც კამერის დაკვირვების ქვეშ არ იყო და ასეთ ურნებში ყრიდა პირად ნივთებს. 14 ივნისია, კვირა. პიტერ ბერგმანი დილის საუზმეზე ჩადის, ამის შემდეგ იგი ადის ნომერში, კვლავ ჩამოდის ქვემოთ, უჭირავს იასამნისფერი პაკეტი, გადის ქალაქში ცოტა ხნით ჩერდება, ბრუნდება უკან, პაკეტი მას არ აქვს. ეს იასამნისფერი პაკეტი ყოველ გასვლაზე იმიტომ აქვს, მე ასე ვფიქრობ, რომ როგორც მომჭირნე გერმანელი, იგი პაკეტს არ აკდებს. გადაყრის ნივთებს, პაკეტს კეცავს და ჯიბეში იდებს, შემოაქვს და შემდეგ იგივე პაკეტით გააქვს სხვა ნივთები. კვირა დღის განმავლობაში, საღამოს განმავლობაში იგი ნომერშია, არსად არ გადის, უბრალოდ შიგადაშიგ ჩამოდის ხოლმე და სიგარეტს ეწევა. 15 ივნისია, ორშაბათი, მან 10 საათისთვის ნომერი უნდა დატოვოს, მაგრამ დილის საუზმის შემდეგ ბერგმანი სასტუმროს რეცეფშენში მიდის და სთხოვს ადმინისტრატორს, რომ პირველ საათამდე გაუგრძელოს სასტუმროში ყოფნა. რადგან სასტუმრო დატვირთული არ არის, ამიტომ ადმინისტრატორი ეუბნება, რომ პრობლემა არ არის, შეგიძლიათ საღამომდეც კი იყოთო. 13 საათსა და 6 წუთზე და ამას კამერა აფიქსირებს, ბერგმანი სასტუმროდან გადის, მაგრამ ამჯერად ძალიან საინტერესო რამ არის. მას ხელში უჭირავს ეს იასამნისფერი პაკეტი, ხელში უჭირავს ლეპტოპის შავი ჩანთა და მეორე შავი ჩანთა, მაგრამ ის არა, რომლითაც იგი სასტუმროში თავიდან შევიდა. არამედ ახალ ნაყიდი, საკმაოდ დიდი ზომის შავი ჩანთა, როგორც ჩანს ის წინა ჩანთა მან გადააგდო, იმიტომ რომ ნომერში ვერ იპოვეს. პიტერი გასაღებს აბარებს, თვილად ემშვიდობება ადმინისტრატორს და სასტუმროდან გადის. ვიდეოკამერები აფიქსირებენ მას 13 საათსა და 38 წუთზე ავტოვაგზალზე და აფიქსირებენ ძალიან საინტერესო მომენტს, რომ მას ის დიდი ახალი ნაყიდი, ახალი დიდი შავი ჩანთა არ აქვს. მაგრამ სამაგიეროდ ხელში უკავია იასამნისფერი პაკეტი. ამ იასამნისფერი პაკეტით და ლეპტოპის ჩანთით ხელში იგი შედის ავტოვაგზლის კაფეში, შეუკვეთავს კაპუჩინოს, შეუკვეთავს ლორიან სენდვიჩს, ჯდება მაგიდასთან, რაღაც ჩანაწერებს კითხულობს, შემდეგ ამ ჩანაწერებს დაანაკუწებს, ამ ნაკუწებს სასადილოს სასაუზმის ურნაში ჩაყრის და ჯდება ავტობუსში და მიემართება როსის პოინტის პლაჟისკენ. პლაჟი თითქმის უკაცრიელია ამ სეზონის ამ დროს, მოგეხსენებათ ივნისია, ივნისი ჩრდილოეთ ირლანდიაში საკმაოდ გრილი თვეა
და მე მგონი ივლისიც და აგვისტოც არ ვარ ირლანდიაში ნამყოფი, მაგრამ ვიცი რომ საკმაოდ ქარიანი და ისეთივე ამინდებით ხასიათდება როგორც აქ გვაქვს ჰამბურგში, მუდმივი წვიმები, ქარები და ასე შემდეგ. პლაჟზე იმ მომენტისთვის მხოლოდ 2 წყვილი მოძრაობს, რომლებიც დამოუკიდებლად შენიშნავენ მაღალ მამაკაცს, კარგად, მაგრამ პლაჟისთვის შეუფერებლად ჩაცმულს, რომელსაც ჩარლის ტოტები აქვს აკეცილი და წყლის ნაპირს მიუყვება ისე რომ აი კოჭებამდე წყალში მიაბოტებს. იგი თავჩახრილია, თითქოს რაღაცაზე ფიქრობს, მიღლიაში ამოდებული აქვს გაზეთი, მეორე ხელში სიგარეტი და გამალებით ეწევა. ერთ-ერთი წყვილი მას გაუსორდება და გამარჯვებას ეტყვიან, მამაკაცი შეხედავს მათ ნაღვლიანი თვალებით და თავს დაუკრავს და გააგრძელებს გზას. ბოლოს მამაკაცს ხედავენ, როდესაც შუაღამემდე 15 წუთია დარჩენილი და ეს ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ ამ დროისთვის პლაჟი უკვე ჩაბნელებულია და სრულიად უკაცრიელი, მაგრამ ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც რესტორნიდან ბრუნდება, მას დაინახავს. არ არის მთვრალი, არ დაღულებია იმ დღეს. 2009 წლის 16 ივნისის სამშაბათის დილა თენდება. დილის 6 საათზე მამაშვილი არტურ და ბრაიან კინსელები ნისლიან პლაჟზე გადიან. ბრაიანი ტრიატლონს მისდევს, აი სპორტს. იგი ჩემპიონატზე უნდა გავიდეს ცოტა ხანში ირლანდიის და აქედან გამომდინარე იგი ინტენსიურად ვარჯიშობს, მამა ეხმარება მას ამ ვარჯიშში და ისინი ყოველდილით გადიან ხოლმე პლაჟზე დილაუთენია. ნელ-ნელა ნისლი იყრება და სირბილისას მამაშვილი შენიშნავს, რომ წყალთან ახლოს თითქოს მანეკენი წავს, ხელებ გაშლილი მანეკენი ქვიშაზე. ისინი მიუახლოვდებიან მანეკენს და აღმოჩნდება, რომ ეს არის გარდაცვლილი მამაკაცი. ბრაიანი ამბობს, რომ მეო მეგონა რომ ის დამხმარალი იყო, ჩვენო მასო რაც შეგვეძლო ეს ჭეშმარიტი ქრისტიანები აღმოჩნდნენ და მამაო ჩვენო წაუკითხეს, თითქოს რაღაც წესის აგების მსგავსი გაუკეთეს და რა თქმა უნდა დაარეკეს პოლიციაში. დაიწყო საგამოძიებო სამუშაოები და როგორც ჯენიფერის შემთხვევაში, აქაც აღმოჩნდა, რომ ის ტანსაცმელი, რომელიც მამაკაცზე დეცვა, ამ ტანსაცმელზე აჭრილი არის საფირმო იარლიყები. რა თქმა უნდა, მივხვდით ალბათ უკვე, რომ არსად ჩანს საფულე, პირადობის მოწმობა, პასპორტი და ნებისმიერი ის, რაც კი ადამიანის იდენტიფიკაციას გაადვილებს. პათანატომის დასკვნით მამაკაცი არ დამხრჩვალა მის ფილტვებში, არც მარილიანი წყალია და არც მტკნარი წყალი, მაგრამ რატომ არის ის თავიდან ბოლომდე გალუმპული, ვერავინ ამბობს, რომ ეთქობა იგი შევიდა წყალში თავიდან ბოლომდე, ესე იგი ჩაყვინთა კიდეც ამ ტანსაცმლიანად და შემდეგ გარეთ გამოვიდა. ისევ იმეორება ამ დროს ირლანდიაში კი არა, მე მგონი ჩვენთანაც ბათუმში მაინც და მაინც სასიამოვნო არ არის წყალში შესვლა, მით უმეტეს ტანსაცმლით შესვლა ეხა ტროპიკებშიც არ არის, მაინც და მაინც სასიამოვნო მე მკითხავს. მამაკაცი პათანატომის დასკვნის მიხედვით არის გარდაცვლილი გულის შეტევით და სრულიად არ მიკვირს, იმიტომ რომ იგივე პათანატომი ამბობს, რომ მას რამდენიმეჯერ ჰქონდა მინი გულის შეტევები გადატანილი და ეხა კაცი როცა ამ ცივ წყალში შევა ხანში შესული ავადმყოფი ადამიანია, ალბათ იქ საკმაოდ ცუდად გახდა, უცებ გამოვიდა გარეთ და გარეთ ანუ ნაპირზე გარდაიცვალა. პარალელურად მამაკაცს აღმოუჩინეს, რომ მას აქვს პროგრესირებადი სიმსივნე, წინამდებარე ჯირკვლის, ანუ პროსტატის და მეტასტაზები აქვს ძლოვან ქსოვილში მიმოფანტული. პარალელურად შინაგან ორგანოებში და ეს ყველაფერი ძლიერ ტკივილებს, აუტანელ ტკივილებს უნდა იწვევდეს, მაგრამ ბიოქიმიურმა ანალიზმა დაადგინა, რომ მამაკაცი არ იღებდა არანაირ გამაყუჩებელს. ყოველ შემთხვევაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მას გამაყუჩებლები მიღებული არ ჰქონდა და ექიმმა თქვა, რომ მეოძნელა წარმომიდგენიაო თუ რა ტკივილებს იტანდა ეს ადამიანია. თირკმელი არ აქვს, ერთი ამოჭრილი აქვს. ყველაფერს იკეთესთან ერთად. რა მაიძულა ეს ადამიანი მიეტოვებინა ყველა და ყველაფერი 2-3 დღის განმავლობაში ყველაფერი ეცადა, რომ კვალი დაემალა, საკუთარი კვალი წაეშალა, შემდეგ წასულიყო ირლანდიის რაღაც მიგდებულ
პლაჟზე და ასე დაემთავრებინა სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 16 წელი გავიდა ამ ამბიდან, იგი კვლავ უცნობად რჩება. უცნობად, რომელმაც, როგორც გითხარით, ყველაფერი გააკეთა, რომ ასედად დარჩენილიყო. უკვე, დაინამის ანალიზი უკვე კარგად არის დახვეწილი, მას ადარებენ ბაზაში ნების ყველა დნმ-ს, მაგრამ ვერანაირ თანხმედრას ვერ პოულობენ. ბერგმანი თითქოს არსებობდა და არ არსებობდა კიდეც. მან სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა, რომ აჩრდილად ქცეულიყო და ყველაფერი ეს ისე ვიმეორებ უძლიერესი ტკივილის და უმძიმესი დაავადების ფონზე. 5 თვის თავზე ადამიანი, რომელიც თავის თავს პიტერ ბერგმანს უწოდებდა და რომელმაც თავისი არსებობის ყველა კვალი წაშალა, სლაიგოს სასაფლაოზე მიწას მიაბარეს და მის დაკრძალვას 5 პოლიციელი ესწრებოდა. თითქოს ამით უნდა გასრულებულიყო უცნობის ისტორია, მაგრამ 2015 წელს, ანუ 6 წლის თავზე, ფრანგულ გაზეთ Le Monde-ში იბეჭდება სტატია, რომლის მიხედვითაც გამომძიებელი ჟურნალისტები ავსტრიის პოლიციას უკავშირდებიან და ავსტრიელები მათ ეუბნებიან, რომ მათთვის ირლანდიელებს ადამიანის ამოცნობისთვის არ მიუმართავთ. ასევე აღმოჩნდება, რომ არ მიუმართავთ ინტერპოლისთვის. ანუ ბერგმანის მონაცემები არც ავსტრიაშია და არც სხვა ქვეყნებში ევროპის, მხოლოდ ირლანდიაშია და არც ინტერპოლში. ანუ იგი ძებნილთა სიაშიც არ არის. მე არ დამავიწყდება, როდესაც ბებიაჩემის სახლი გაქურდეს და მივედით და რო უთხარი პოლიციას, მე უთხარი თითის ანაბეჭდები რაღაცები შენ ეთყობაო კინოებს უყურებო იქო. ბევრი კინო გაქვს ეთყობო დეტექტივი ნანახიო რა ეს თითის ანაბეჭდები ხო არ გაგიჟდე. ხო, ანუ ძალიან ხშირად პოლიცია ისე არ იქცევა როგორც ეს დეტექტიურ რომანებში და ფილმებშია. დნმ-ის ანალიზით 2018 წელს თითქოს აღმოაჩინეს მისი ოჯახის წევრები, იმიტომ რომ ეს დნმ ეს რო გაირკვა Le Monde-მა ეს ამბავი რო გაარკვია, ეგრევე მონაცემები წავიდა ინტერპოლშიც და ევროპის სხვა ქვეყნებშიც. თითქოს ავსტრიაში იპოვესო ბერგმანის ოჯახის წევრები, მაგრამ მათო თქვესო, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ და ამიტომ ჩაიფარცხოსო ეს საქმეო, ჩვენი ოჯახის წევრი იყო ეს ადამიანი და მან წლების წინ გადაწყვიტა, რომ ჩვენთან კავშირი გაეწყვიტა და დაე ასეც იყოსო. არ ვიცი რამდენად ეს შემდეგ ჩაიფარცხა ეს საქმე არავის გაუგონია, როგორი განვითარება მიიღო. 2020 წელს ავსტრიის ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა ვრცელი სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ პიტერ ბერგმანის სახელს და გვარს ატარებდა ცნობილი ნაცისტის მარტინ ბორმანის შვილი. მოგახსენებათ, თვითონ ბორმანის სიკვდილიც იდუმალებით არის მოცული, ვისაც არ გინახავთ ჰიტლერის ამ მარჯვენა ხელის შესახებ ძალიან საინტერესო, მე ვთვლი ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო ვიდეოა, აი ეს ვიდეო, აუცილებლად ნახეთ იგი, ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებთ და იმასაც გაიგებთ, რომ ბორმანი თითქოს 2 მაისს 1945 წლისა მოკლეს გაქცევის დროს, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ბორმანის ორეული იყო ეს, ბორმანს ყავდა ორეულები სხვათა შორის, ისევე როგორც ნაცისტების სხვა ბელადებს და თვითონ კი არგენტინაში გაიქცა სხვა ნაცისტებთან ერთად და ხმამოხუცებულობამდე იქ ცხოვრობდა და ბავშვებსაც აკეთებდა. მოკლედ პიტერ ბერგმანს ბორმანის შვილობად შეეტენა, მაგრამ იგი ასაკით ნამდვილად არ შეეფერებოდა ამ როლს, იმიტომ რომ იგი სადღაც 48-49 წელს უნდა ყოფილიყო დაბადებული. ბერგმანის საქმე ჯერ კიდევ არ არის დახურული. ეს ადამიანი არ საიდან გაჩნდა ირლანდიის სანაპიროზე და არ საით წავიდა. 60 წლის ადამიანს აუცილებლად ეყოლებოდა ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, ისევე როგორც ჯენიფერს. მისი სურათი არსებობს და სოციქსელებშიც და ინტერნეტშიც ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ იმას ისევე როგორც ჯენიფერს, მასაც პატრონყვარებელი ჯერჯერობით არ გამოჩენია. დღეს სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყველა მას, ვინც ბოლომდე უყურა ამ ვიდეოს, ვინც გამიძლო, თხოვთ რომ გადააზიაროთ ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში,
მოიწონოთ იგი, თუ მოგეწონათ რა თქმა უნდა, დაწეროთ კომენტარი და თქვენი ვერსიები მომხდარის შესახებ და ვისაც არ გაქვთ გამოწერილი არხი და ისე უყურებთ ჩვენ ვიდეოებს, აუცილებლად გამოიწეროთ იგი. დიდი მადლობა ყველას, ვინც ფინანსურად ეხმარებით ჩემს არხს და აძლევთ სტიმულს ახალი ვიდეოების მომზადების. დიდი მადლობა. ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს. კარგ კვირას გისურვებთ.